დაიმახსოვრე, დაშორების შემდეგ არავითარ შემთხვევაში ქალს არ უნდა მისწერო შემდეგი ფრაზები: აღარასდროს მოგწერ, ვეღარასდროს გაიგებ ჩემს ხმას, ვეღარასდროს დამინახავ, არასდროს გაპატიებ, ინანებამ ყველაფერს. აი ეს და მსგავსი ყველაფერი ქალს არანაირად არ აშინებს. ის ხვდება რომ ეგ ტყუილია და უბრალოდ ეღიმება მას. უბრალოდ დგება მაგ პროცესით, იმიტომ რომ შენ თან მუხლებზე დგახარ და თან ემუქრები. აბსოლუტურად ყველა ქალი ხვდება რომ ეგ ყველაფერი არის პანიკა, რომელიც აგრესიით არის შეფუთული. შესაბამისად მას მაგ მომენტში არაფრის ეშინია, რადგან ზუსტად იცის რომ შენ უბრალოდ გტკივა. ასეთი დაშორების შემდეგ მამაკაცი არ ჭამს, არ სვამს, არ იძინებს. გარკვეული დროის შემდეგ კი დგება ის მომენტი, როცა იღებს ტელეფონს ხელში და სწერს ქალს: ახლა დაგირეკავ, ჩემო სიყვარულო და გთხოვ მიპასუხე. მოდი წყნარად და მშვიდად დავილაპარაკოთო. თავისთავად ბოლოსკენ ძალიან გთხოვ, ძალიან მენატრები და ძალიან მიყვარხარო, აუცილებლად უნდა დააყოლოს. აი ამ მომენტში ქალში იღვიძებს სიძულვილი და მის თავში ირთვება შენი ბოლომდე განადგურების მექანიზმი. ეგ მამაკაცთა სამყაროში კაცურ კოდექსში დევს ის, რომ ვინც ნებდება, იმას ხელს აღარ კიდებენ. ანუ მოგებული მხარე უნდა იყოს შემწყალებელი და უნდა გამოიჩინოს კეთილშობილება. თუ შენ აბუჩად იგდებ მას, ვინც შენს წინაშე მუხლებზე დადგა და პატიებას გთხოვს, მაშინ შენ არაკაცი გამოდიხარ. მამაკაცთა სამყაროში ეგ ეგრე მუშაობს, მაგრამ ქალების სამყაროში ეგ ეგრე არ მუშაობს. ქალისთვის ძალიან რთულია იმ მამაკაცისთვის თანაგრძნობა, რომელიც მას აღარ უყვარს და მით უმეტეს თუ მან ჩაისვარა. ამიტომ თუ შენ ქალთან დანებდი, შეწყალებას ნუ ელოდები მისგან. ქალის ფსიქიკა საბაზისოდ არის მკაცრად ადაპტირებული ბუნებრივ გადარჩევაზე. შესაბამისად შენ უნდა მიიღო დარტყმა, უნდა გაუძლო, უნდა გადაიტანო და უნდა გაძლიერდე და არა თუ ჩაიკეცო, ჟოვლინტები ჩამოუშვა და იტირო. მამაკაცის ჩასვლილობა ქალში იწვევს გულისრევას და მისი ლიმბური სისტემა მას აძლევს ბრძანებას. ბოლომდე გაანადგურე რომ ფეხზე საერთოდ ვეღარ ადგესო, რომ შემდეგ თავისუფლად წავიდეს და ახალი მგზავრის მონახვა დაიწყოს. თუ ქალი შენს წინაშე დაიჩოქება, შენი ტვინი გეუბნება რომ შესაძლოა ეს ქალი კარგი და სანდო იყოსო. ამის შემდეგ შენ შეიძლება ქალი უფრო მეტადაც კი შეგიყვარდეს. ხოლო როდესაც მამაკაცი იჩოქება ქალის წინაშე, ეგ ნიშნავს იმას რომ ის სუსტია. ხოლო თუ სუსტია, ესე იგი ჩამოსაწერია.